24 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობა, ასე ქვია მემორანდუმს, რომელიც დღეს ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარიას პარტიას შორის გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბერდია სიჭინავამ და ირაკლი კუპრაძემ. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს მემორანდუმი, რა თქვეს ამ პარტიების წარმომადგენლებმა. თამარ დემეტრაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სტრატეგიით და კოორდინირებულ გასვლას. ამას შეიცავს სწორედ მემორანდუმის მუხლები. პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ ეყოლებათ ერთიანი კანდიდატები შეარჩევენ ან აპოლიტიკურ ნეიტრალურ კანდიდატურებს, ან პოლიტიკურს, თუმცა ისინი ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე და ეს იქნება სწორედ სტრატეგია იმისა, რომ ცალკეული საარჩევნო ოლქებში მოახერხონ ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია, ჩვენ ვიქნებით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ოპოზიცია. ასეთი იყო გზავნილი დღეს ამ ღონისძიებაზე, რომელზეც მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები აცხადებენ, რომ ისინი იბრძოლებენ ერთობლივი ძალებით და ეს არის პრაგმატული სტრატეგია და ამ პრაგმატული სტრატეგიის მიმართულებით ისინი ტოვებენ ღია კარს სხვა ოპოზიციური პარტიებისათვის, ამბობენ, რომ მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო და გახარიას გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. მართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სახელმწიფოს მართვის და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რა თქმა უნდა, პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების მემორანდუმის თანამშრომლობის საწყის პრინციპებს მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის გაერთიანებასთან დაკავშირებით ნაბიჯები იდგმებოდა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ Edison Research-ის კვლევის შედეგებით შესაძლოა ამ ორი პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებას და ერთობლივი ძალებით გასვლას არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა ექონია.